იციან იმის თაობაზე, რომ ჩვენი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ითვალისწინებს ასეთ რამეს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, თუ ვინმე არ იქნება წინააღმდეგი, რომ ცოლ-ქმარი ირაკლი და ნათია გედენიძეები, რომლებიც მსჯავრდებულები იყვნენ ფოტოგრაფების საქმეზე, როგორც ფოტორეპორტიორები, თუ წინააღმდეგი არ ვინ იქნება, ერთდროულად შემოვიდნენ დარბაზში და გთავაზობთ, რომ ჯერ მოусმინოთ ბატონ ირაკლის და შემდეგ მოусმინოთ ქალბატონ ნათიას. ასეთი იყო მათი სურვილი, რაც დააყენეს კომისიის წინაშე და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დავაკმაყოფილოთ ეს თხოვნა. მადლობა. მაშინ სამდინოს თხოვ, რომ ორივე შემოაცილოს დარბაზში და ბატონმა ირაკლიმ დაიკავოს მთავარი სავარძელი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დაბრძანდით მაგიდის თავში თუ შეიძლებათ, ქალბატონო ნათია მოგესალმებით, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. პროცედურა არის ასეთი, რომ ბატონო ირაკლი უნდა გაგაფრთხილოთ, ქალბატონი ნათიას ჯერი თქვენს შემდეგ დადგება, ჯერ თქვენთან ვსაუბრობთ. იმის თაობაზე, რომ განზრახ სრულ ახსნა განმარტება, ან კითხვებისთვის თავის არიდება, ან პასუხზე უარი, სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება და მე რომ ეს გაფრთხილება გავაკეთეთ, თქვენ ეს გაიგეთ კარგად და მოისმინეთ. ამის დასტურად იქნებ მოაწეროთ იმ დოკუმენტს, თუ შეიძლება ხელი, რომელიც ამდიმნომ გადმოგცათ. მადლობა. ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენი მეუღლე, ქალბატონი ნათია გედენიძე, რომელიც აქ ბრძანდება, გიორგი აბდალაძესა და კიდევ თქვენს ერთ კოლეგას, ბატონ ზურასთან ერთად, როგორც ბატონმა გიორგიმ გითხრა და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, დაკავებული იქენით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ამ საქმეს საზოგადოება იცნობს ფოტოგრაფების საქმის სახელით და ახლა უკვე სახეზეა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გამამართლებელი განაჩენი თითოეული თქვენგანის მიმართ და უფრო მეტიც მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეც თქვენ სასარგებლოდ დასრულდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ყველანი დაკავებულნი და მსჯავრდებულნი იქენით გამოგონილ ბრალდებებთან დაკავშირებით. და სინამდვილეში მართალი და უდანაშაულო ადამიანები აღმოჩნდით საპატიმროში და მსჯავრდებულები. თქვენ რომ აიღოთ 10-15 წუთი გნებავთ მეტი და ქრონოლოგიურად მოგვიყვეთ, სად მუშაობდით, ვისთან მუშაობდით, რა ფუნქციები გქონდათ ვარდების რევოლუციისას და შემდგომ პერიოდში და როგორ აღმოჩნდით საპატიმროში. გთხოვთ, მიკროფონი ჩართეთ, წითლად რომ აინთება, ხმა ისმის. ვარდების რევოლუციის დროს მუშაობდი გაზეთ ალიაში ფოტორეპორტიორად და პარალელურად მუშაობდი 90 წლიდან მუშაობდი სტრინგერ ფოტოგრაფად საინფორმაციო სააგენტო როიტერში. რაც შეეხება ვარდების რევოლუციას, ალიაში ქვეყნებოდა ჩემი გადაღებული ფოტოები როიტერში ნაკლებად, იმიტომ რომ მათ უკვე ყავდათ შტატიანი ფოტოგრაფია, ასე ვთქვა და თუ რამე ისეთი ხდებოდა, რასაც ის ვერ ახერხებდა, ან ვერ ასწრებდა, მაშინ ვეხმარებოდი. შემდეგ იყო პარალელურად მე დავიწყე ალიადან რო წამოვედი, ეს იყო ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, დაახლოებით 2004 წელი, თუ სწორად მახსოვს, გადავედი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსში, შედიოდა ესა პალიტრა მედიაში და 2007 წლის ბოლომდე მუშაობდი ინტერპრეს სააგენტო ინტერპრესში და შემდეგ გადავედი უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის პრესსამსახურში ფოტოგრაფად.
ვალდებულება მოვალეობებში შედიოდა ის, რომ გადამეღო პრეზიდენტის ღონისძიებები, სადაც მონაწილეობდა იქნებოდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გამევრცელებინა პრესაში, როგორც ქართულ მედიაში, ისე უცხოურ მედიაში. და მიმეწოდებია პრესამსახურის თანამშრომლებისთვის საიტზე და Facebook სოცმედიაში გასავრცელებლად. ამას და მე რომ იქ მუშაობდი, სანამ მუშაობას დავიწყებდი და კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, გაფრთხილებული მყავდნენ, რომ მე მუშაობდი სააგენტო როიტერში, შტატგარეშე სტრინგერ ფოტოგრაფად. და ამაზე პრობლემა არ აქვს, იგივე პრეზიდენტის ღონისძიებები იმათაც დაჭირდება, ჩვენ მაინც ავცელებ და ანუ ამაზე შეთანხმება იყო. შემდეგ იყო 2008 წლის ომი, სადაც ომის წინა პერიოდში, როდესაც უკვე იქ ქართული სოფლები იბომბებოდა და ასე შემდეგ, რთული სიტუაცია იყო. რამოდენიმე დღით მახსოვს, რომ პრეზიდენტი არ იყო მაშინ საქართველოში და ნებართ ოთხოვე, რომ როიტერ სჭირდება დახმარება, პრესამსახურის უფროს უთხარი, რომ გავენთავისუფლე და დაახლოებით 1 კვირით ადრე იქ დავდიოდი როიტერის გადაღებებზე. შემდეგ მოხდა ომი, პირველი დღე ომის თუ სპეცოპერაციის, როგორც იყო, ვიყავი პირველ დღეს ვაშუქებდი, მეორე დღესაც და შემდეგ უკვე გადმოვედი ისე ადმინისტრაციაში, იმიტომ რომ უკვე იქ ჭირდებოდი როიტერის ფოტოგრაფიც გამოვიდა შვებულებიდან და მან გააგრძელა თავისი საქმიანობა. ანუ მე ისეთ საჭიროებას მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებს ვიღებდი. ამის შემდეგ 2011 წლის, დადგა 2011 წელი და მინდა გავიხსენო 25 მაისი. ის დღე საკმაოდ ძიმე დატვირთული გრაფიკი იყო მაშინ ადმინისტრაციაში, რაღაც ღონისძიებები იყო და ბოლოს ინტერვიუ სურდათ ვიღაც უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ, რომელიღაც ჟურნალიდან, არ მახსოვს სახელი, 10 სახელი იყვნენ სტუმრად ჩამოსული და არ ყავდათ ფოტოგრაფი. დაახლოებით 11 საათი იყო ღამის 25 მაისის, რომ ეს გადაღება მორჩენილი მქონდა, პატარა, ასე ვთქვათ, საყვედური მივიღე პრეზიდენტისგან, რომ არ მინდა გადაღებაო და მეთქი სჭირდებათ მეთქი სტუმრებს. მაშინ 1-2 კადრიო და დაგტოვეო. კარგით, მადლობა, თავისუფალი ვარ, წამოვედი. და ამის შემდეგ რუსთაველის გავლით, დაახლოებით 11 საათი იყო რეზიდენცია, რომ დავტოვე. გავიარე რუსთაველზე. და ნახე უკვე ეს მობილიზებული იყო, არევის პირას იყო იქ სიტუაცია. დავარტყი პარლამენტის უკანა მხარეზე, გავაჩერე, სკუტერით მოძრაობდი მაშინ. და გავაჩერე პარლამენტის უკანა მხარეს. და მეთქი აპარატი თანა მაქვს, ერთი აპარატი მქონდა წაღებული. და გადავიღებ, რაც ხდება, არ ველოდი პირველივე წუთებზე, თუ ესე გართულდებოდა და ესეთი დარბევა იქნებოდა სისხლიანი. და უკვე შევხედე, რომ ჩამოვდიოდი ჩიტაძის მხრიდან რუსთაველის მიმართულებით, იქ უკვე კორდონი იყო პოლიციის. ჩაფხუტებში და მთელი ამუნიციით აღჭურვილი. ჩამოვცდი მას, ამ კორდონს გამოვიარე
ჯერ კიდე თავისუფლად შეიძლებოდა გადაადგილება, გავხედე თავისუფლების მოედნიდანაც კორდონი იყო, უკვე საკმაოდ იქ უფრო ბევრი იყო პოლიციელები და შემდეგ ქაშვეთის მხარესაც რო გავხედე, იქიდანაც უკვე გროვდებოდნენ. დაუბრუნდი ისევე ჩიტაძის მხარეზე ავედი, იმიტომ რომ შემაღლებული წერტილი თუ რამე მოხდებოდა ავირჩევდი და დავიწყე იქიდან გადაღება. სხვათა შორის მე მინდა გავიხსენო, რომ იქ იყო წვიმიანი ღამე იყო და უმატებდა თანდათან წვიმას და ვიღაც ქოლგიანი მამაკაცი მოძრაობდა არ იყო ქართველი, იმიტომ რომ აღნაგობაზედაც და ჩაცმულობაზედაც ემჩნეოდა, რომ ის აშკარად ვიღაც დიპლომატი იყო. ან დიპლომატიური, ან საელჩოს წარმომადგენელი, ახლა ელჩებს ვიცნობდი სახეზე. ვიღაც იყო საელჩოს წარმომადგენელი. და როდესაც კამერიანს ხედავდა, ის არიდებდა სახეს, არ უნდოდა ამის აფიშირება და გამოჩენა. არც მიფიქრე ახლა იმის გადაღება, უბრალოდ მან დაინახა კამერა მქონდა და მომერიდა, ასე ვთქვათ. და ამ დროს ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო უკვე გავიგონე ფარებზე იმის ხელკეტების დუბინგის ხმარება არ მით ხელკეტების ბრახუნი და დაიძრნენ ყველა მხრიდან, მე ჩიტაძეზე უკვე ამაც იმიდექი და გამოვასარი ძალიან აგრესიულები იყვნენ სხვათა შორის. ეტყობოდათ ჟესტიკულაციაზე, შეძახილებზე და ასე შემდეგ და ჩავედი ქვევით კინო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადავიღე იქ ხის ფარები ქონდა აქციის მონაწილეებს გაკეთებული. შეძახილები ორივე მხრიდან იყო, გინება ოღონდ პრესის მიმართ არა, ერთმანეთთან იყვნენ ესე ხმამაღალი შეძახილებით და უცებრო წამოვიდნენ დაიწყეს და ხალხი ვეღარ გაერკვა, მოკლედ საით უნდა გაქცეულიყო ვერ ჩვენ და მე ერთადერთი მოვახერხე რომ ჩავედი დავანებე თავი გადაღებას, იმიტომ რომ რაც ქონა გადაღებული ის ჯერჯერობით საკმარისი იყო და ჩავედი რუსთაველის მიმდებარე ოდნავ ქუჩისკენ, მოვეფარე, იქ არ იყო ლამპიონები და ასე შემდეგ, გაუნათებელი ადგილი იყო და უკვე რომ ამობრუნდი, დავინახე უკვე ეს ხალხი ნაცემები როგორ გამოყავდათ, იჭერდნენ ყველას და გზაში სანამ თავისუფლების მოედნისკენ ჩაყავდათ ყველა და მიყიდნენ იმაში ავტობუსში. ავტობუსები იყო მობილიზებული ძალიან ბევრი. ყველა ვინც ვნახე, ვინც ჩამოტარებული იყო ჩემ წინ, იყო დასისხლიანებული, ჩემი ნაცნობი რო ყოფილიყო, ვერ ვიცნობდი, იმიტომ რომ ისეთ ჩემ ფოტოებშიც არის ახლა აქ ეკრანზე გადის და ვერ ვიცნობდი. იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები და ვინც რეზინის ტყვიებს, ეს ჯერ სროლის ხმა მესმოდა მაგით, მაგრამ ნახე შედეგები. ტანზე შემოხეული მაისურებიდან ჩანდა ეს ამობურცული ადგილები, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ მოხვედრით ტოვებს. და ვინც ფეხზე იდგა და დაკავებული ყავდათ გზაში ცემით, ესე იგი კინო რუსთაველიდან, რასაც მე უყურე თავისუფლების მოედანზე ცემატყეპით ჩაყავდათ და მე შევეცადე რომ პოლიციელებთან ერთად მემოძრავა, ასე ვთქვათ, ესე ავიჩი იმ პერიოდში ტაქტიკა გადაღების. და ამ ტაქტიკამ გაამართლა ესეთი მომენტი იყო და როდ ჩავედი უკვე მოსავლე ახალგაზრდობის სასახლეს რო ჩავწდი თავისუფლების მოედნისკენ, ფეხი გამიცურდა უკვე წვიმას, გადავლილი ქონდა, შენელებული იყო, თვითონ დარბევის მომენტში იყო საშინელი თავსხმა წვიმა.
და ისეთი წვიმა იყო, რომ ტექნიკამ ვერ გაუძლო ჩემი კოლეგების, რატომღაც ესე მოხდა და მე მქონდა კადრები და ხო, რომ ჩავედი, უცებ ფეხი გამიცურდა, დავიხედე, ლამპიონები აქ-იქ ანათებდა, სისხლი იყო ძალიან დიდი ოდენობის, აი კუთხეში ზუსტი ადგილი არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან სანამ იქ სახაჭაპურებამდე და აი დასაჯდომი მოსაცდელი ადგილებია ეხლა აი იქ პატარა დაღმართივით არის და ქალფენილზე სულ სისხლი იყო. მე ცოტა იქით გავიხედე და დავინახე წვერებიანი მამაკაცი ხმას ვერ იღებდა, ხელბორკილები ჰქონდა უკან, ხელბორკილი პლასმასის იმითი კუტებით ჰქონდა შეკრული ხელები ზურგზე დამაგრებული. აი ღმულიც არ შეეძლო, ღმუოდა და ერთი სისხლიანი სახი და ეს ისეთი შემზარავი იყო ეს მომენტი, რომ აპარატი არც ამომიღია, რაც მეთქი რაც იქნება, აი ჩამოკიდებული აპარატით 3 კადრი მაქვს მოსწრებული და გავიარე ეს ვითომ იმიტომ რომ იქ კადრში და ჩანს სპეცრაზმელმა შემომხედა რომ ვიღებდი თუ არა და ვითომ არ გავიარე ჩვეულებრივად იქითკენ კიდე აი ეს ძირს ეყარნენ საკუთარ სისხლში ჩაგდებულები რა აი შემზარავი ის იყო სანახაობა და ჩავედ გავგზელე გზა ეს თან გადავიღე ეს ყველაფერი და ალბათ მე იმიტომ არ შემეხნენ არ ვიცი იქ ცნობით გამორიცხული იყო არც არავის არ უცნივარ სიტყვაზე აი კი იყო მაგის მერე კითხვები რომ მე მიცნობდნენ იმიტომ ხელი არ მახლეს და იმიტომ გადავიღე ეს ყველაფერი ესეთი რაღაცა არ ყოფილა იმიტომ რომ ფიზიკურად იქ ცნობა და რაღაცა თქვი რომ ცუდი ამინდი იყო ისე ვიყავი შეფუთული და ამ წვიმისგან დაცული რომ გამორიცხული ესეთი რაღაცა ვიღაცა მაინც გამომეცნაურებოდა შენ აქ რა გინდა ელემენტარულად თუ იცნობდა არც მე არ ვიცნია ვიღაცა იმიტომ რომ ყველა იყო იმითი ნიღბებით ჩავედი ამ გადაღების შემდეგ ჩავედი თავისუფლების მოედანზე იმიტომ რომ რა ხდებოდა მაინტერესებდა და იქ ვნახე ეს ავტობუსების სცენა ასე ვთქვათ როგორ ყრიდნენ და ავსებდნენ ავტობუსებს ხალხით თქვი რომ ავსებდნენ და ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით არ სვავდნენ ანუ ყრიდნენ აი პირდაპირ რამდენიც დაეტეოდა გაივსო წავიდა სამი ყავდათ ნუ ალბათ მე ანაწილებდნენ მაგი არ ვიცი და იქ ავტობუსები მე არ გადამიღია და რატომ აი ეს შეყრის მომენტი მე ხვდებოდი რომ მქონდა უკვე მასალა უფრო გაცილებით მეტი ვიდრე ავტობუსებში ხალხის შეყრა ნახე სიტუაცია და წამოვედი და ამ დროს მესმის ირაკლი მიშველე მეთქი ვინ მიცნო და ნახე გიამახსენა გიორგი მამაცაშვილი დავაკვირდი ის არის ხმით ვიცანი ახლოს რო უკვე ცოტა მეთქი და ამესო დამიძახა იცნობო ისა მეთქი ჟურნალისტია მეთქი ვისაც მოყავდა რა და სახე ისე ქონდა დასიებული რომ აი არ ვიცი ისეთ მდგომარეობაში რავი შვიათად თუ ვიღაც კადრებში თუ მყავს ნანახი და ისაო იცნობო შენო ვინახარო და ვისაც ყავდა რა დაკავებული და მეთქი ხელმძღვანელს დაუძახეთ ვინც არის თქვენი უფროსი იმიტომ რომ ვისაც დაკავებული ყავდა ის არის გადამწყვეტავი არის იმას უთხრეს ჩააბარეს და ისა და ამბობს რომ ჟურნალისტია კი მე ვთხარი ვიცი რომ ჟურნალისტია და შენო ვინახარო და ნუ მეთქი ესე საბუთი იმას ვაჩვენე მარტო უკვე ჩამთავრებული იყო ყველაფერი თუ მენდობით ვარ და უფროს დაუძახე მეთქი და პასუხისგებლობით ის გეუბნებით რომ ვიცი მოქმედი ჟურნალისტია აზრი არ გაგიწყდეთ საბუთი რა აჩვენეთ როიტერის თუ
სააკაშვილის არა, ფოტოგრაფია. როიტერის საბუთი არ ქონია, მაშინ ტრიგერ ფოტოგრაფებს რომ მუშაობდით? მუშაობდი ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დავაზუსტებ, დიახ. და ისა მოვიდა ვიღაც ძალიან ზომებში მაღალი პიროვნება, იმან დაუძახა ვისაც დაკავებული ყავდა და ეს გიორგი არ აიყვანეს მანამდე კიდე კარგი დამიჯერა იმან და დამელაპარაკა და მეთქი ესე ვაჩვენე მეთქი მე საბუთი სადაც მუშაობდა თუ მენდობით მეთქი ნამდვილად ჟურნალისტია პირადობაო არა გაქვს და ეს იცახის რომ მომაგლიჯესო ანუ ჩამოგლიჯეს ის პეიჯი ვაჩვენებდიო და წამართვესო აპარატიც და მე კარგიო ეხლა ესო როგორ იმას ქნათო შეკრული აქვს ხელებიო და არაფერი არ გაქვს დანავდა მეთქი დანა რა თქინდა აქციაზე ვარ დანას არ ვატარებ და ის ქონდა ჩხილების საკვნეტელა და ის პლასმასი ძლივობით იმისვე თვალწინ ეხლა მე ხო აწავი ყვანდი შეკრულ ადამიანს გამორიცხული იყო და იმის თვალწინ და მოდიო ესეო გაარიდეო და რა ქვია საგარეო საქმეთა სამინისტრო რო იყო იმ ქუჩისკენ თვითონ გითხრეს რომ იქო მიაცილეო და მე გაუშვით აი ეს იყო ეს მომენტი სადაც მე ჩემი კოლეგის ასე ვთქვათ დახმარება მოვახერხე შემდეგ ავედი უკვე დავბრუნდი რუსთაველის პარლამენტის მიმართულებით ისე და დავინახე უკვე ეს დასისხლიანებული აი პრესის ის არის ჯიხური გადის იქ ბიჭი მოყავთ დასისხლიანებული ის კადრები მოკლედ სისხლიანი კადრები კიდე მოყვანა წამოყვანა ეს იმიტომ რომ უამრავი იყო იქ სადაც არ უნდა გაგეხედა აი ყველგან ნაცემი დალეწილი ხალხი იყო და მე უთხარი ჩემ თავს რომ всё მორჩა გეყოფა და მოდი წადი და ამ დროს მირეკავს როიტერის შტატიანი ფოტოგრაფი დათო და მეუბნება რომ რამე დამატებით კამერა გამიხუშდა და იქნებ დაგვეხმარო თუ რამე კადრები მოახერხე და გადაარჩინე და კი მე უთხარი ამოვალ ოფისი იქვე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ იქვე ავირბინეთ გადავარჩიეთ ფოტოები და აი ეს ფოტოები რაც ახლა თქვენთან ეკრანზე გადის არის ასე ვთქვათ როიტერის გავრცელებული და სოფლიოში ანუ დაბეჭდილი ონლაინ ბეჭდურ მედიაში და ონლაინ მედიაში და მინდა ვახსენო აი ეს კაცი წვერებიანი ძის დაგდებული სიცხიო ცურავს და კადრში იყურება ეგ კადრი მოხვდა 2011 წლის სოფლიო საუკეთესო 100 კადრს შორის იმდენად რეზონანსული იყო და თითქმის ყველა მედიამ დაბეჭდა მე მინდა აი დაბეჭდვაზე გამახსენდა აი ეს ყველაფერი ჩემი გადაღებული რაც როიტერმა გაავრცელა ოღონდ დავუმატებ ცოტა გადაუხვევ საკითხს ეს ფოტოები გავრცელდა სტრინგერის მინაწერით წესია რომ საავტორო უფლებები მიეწეროს ვისი ფოტოა ირაკლი გედენძის მაგრამ წესების მიხედვით როდესაც ესეთ სარისკო ადგილას და ალბათ ცენტრალურმა ოფისმა მიიჩნია რომ ძალიან სარისკო იყო იმ წუთას მუშაობა და არათუ იმ წუთას მომავალი შემდგომი პერიოდი გაუშვეს როგორც სტრინგერ ფოტოგრაფის ჩემივე უსაფრთხოების მიზნით და ხო ეს და ქართულმა გავიგე გაუშვეს გვარის და სახელის გარეშე ისევ ჩემი უსაფრთხოების თქვენთან შეთანხმებით თუ თავისით გადაწყვეტეთ ეს ჩემთან შეთანხმებით ეს ღამევე გავრცელდა ბატონო ირაკლი რა თქმა უნდა კი ბატონო აი ავიტანეთ და იმ წუთასვე მასალა გადაირჩა და ეს წვერებიანი მამაკაცის ვინაობა ხო არ დაგიდგენია აი ამდენი წელია მინდა ვიპოვო გავიკითხე ფოტოები გავრცელებულია ცნობადი სახეა მთელ სოფლიოშია საქართველოშიდაც ტელევიზიის ტრიალებს ეს კადრები ვინ არის ვერ გავიგეთ კარგი იქნება თუ გამოგვეხმაურება თუ გვიყურებს იმიტომ რომ საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა რა თქმა უნდა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია გისმენთ და რა შეეხება ქართულ მედიას აი ეს როიტერის ფოტოები დაბეჭდა ჟურნალმა ტაბულამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნახე რომ თელ აჭრელებული იყო ასე ვთქვათ
ჟურნალი ტაბულა. მაშინ ვინ იყო რედაქტორი? არ ვიცი. ალბათ ტაბულა სახელისუფლებო გამოცემა იყო მაშინ. დიახ. და ქალბატონი თამარ ჩერკოლეიშვილი იყო მაშინაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კი. და ესე რომ ფოტო როიტერის. რა თქმა უნდა, სახელი და გვარი არ ეწერებოდა იქ როიტერის ფოტოს. თქვენ ამას ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ტაბულაში ნახეთ და რისი თქმა გსურთ, რომ განზრახ გააკეთა ტაბულამ ეს თუ? არ ვიცი. რომ წესით მაშინდელ ტაბულას ეს არ უნდა გაეკეთებინა. რომ ის სააკაშვილის პიარს ემსახურებოდა. მარტო გაკვირვება გამოვნახე ჩემ თავთან. რომ როგორ მოხდა, მაგრამ დაბეჭდა, დაბეჭდა. ანუ ჩემი მოვა, ანუ კი მაინტერესებდა რა თქმა უნდა, მაგრამ არ მიკითხავს. თქვენ არ შეიმჩნიეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომ ეს თქვენი ფოტო არის ტაბულაზე გამოქვეყნებული? იმიტომ რომ მე არც თუ მაშინა, არც თუ ეხლა დღეს, იმიტომ რომ მას მერე ბევრი ფოტო ყოველ წელს გადის ერთი ან წელს იყო შემთხვევა რომ ორი ფოტო მოხდა სოფლიო საუკეთესო 100 კადრ შორის. არ ვაფიშირებ ამას, იმიტომ რომ და ამას გეკითხებით სწორედ თქვენ მაშინ, ნუ ვისაც არ ახსოვს გავიხსენოთ, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ვალდებულება იყო თუ როგორ იყო მას წარმოვიდგენა შეიძლება, ტაბულა ვრცელდებოდა, მხოლოდ ტაბულა იყო ასე ვთქვათ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, როგორც ჟურნალი. და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ეს ტაბულა იყო მიმოქცევაში აქტიურად. ის სახელისუფლებო პიარს ემსახურებოდა როგორც ჟურნალი ტაბულა და იმავდროულად ჰქონდა ასე ვთქვათ ამბიცია თუ პრეტენზია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, გარკვეულ რაღაცას სტილზე. შესაბამისად უცნაურია რომ ეს ფოტო იქ მოხდა, კითხვა ისმის როგორ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ფოტო მოხდა და თქვენ მოკრძალების გამო არ თქვით სამსახურში რომ ეს ჩემი ფოტო აქ სად მოხვედრილაო თუ უკვე შიშს გრძნობდით და ამიტომ შიშს უბრალოდ ალბათ არა უბრალოდ აფიშირება არ მიყვარს ხო აი ეს არ რეფლექსი არ გქონდათ პირველი რომ გეთქვათ რომ ის რამ კი ბატონო ეს რომელი პერიოდია მომდევნო კვირა ალბათ ხო 26 მაისი იყო მეორე დღე პრინციპში დარბევა უკვე 26-ში იყო ის 26 მაისის კვირა 2-3 დღის მე კვირაში გამოვიდა ჟურნალი და იქ ნახეთ ეს ფოტო კი ბატონო მოყვა ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაიმე უკმაყოფილება არანაირი შეიძლება აი დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება იმიტომაც არ მოყვა იქ რომ ეს ყველას ანახეს რომ აი ესე დაიჭებიან იმიტომ თელ აი შლაზე იყო ფოტოები გაშვებული თელ გვერდზე და ესე იგი ამას უკავშირებთ თქვენ რომ საჩვენებელი ფუნქცია მისცეს დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ უფრო ეს იყო ვინ იყო თქვენი ხელმძღვანელი მაგ პერიოდში იყო ირმა ნადირაშვილი იყო დეპუტატის თქვენი ხელმძღვანელი პრესამსახურის არა ხო ესე ჩემ ანუ ირმასთან მქონდა ის იყო თქვენი ხელმძღვანელი კი ბატონო შემდეგ და ნათია ბანძელაძე იყო მაგრამ ნუ ირმასთან მქონდა უფრო ის ასე ვთქვათ იმ პერიოდში ხო თოსორო ირმა იყო კი შემდეგ გავიდა თვეები მე ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მუშაობას არაფერი ანუ სულ ჩემ საქმეს სამსახურში ფერაკი სანამ თვეები გავიდოდა მეორე დილით ის პრეზიდენტი რომლის სამსახურშიც თქვენ იყავით როგორც ფოტოგრაფი გამოცხადდა უკვე გადარეცხილ გამზილზე სადაც წინაღამით თქვენ ფოტოები გადაიღეთ და ორდენები ჩამოურიგა არაერთ ადამიანს რომლებმაც წარფშეუხრელად ეს ორდენები მიიღეს რა თქმა უნდა მათი
ეს ქცევაც მოხდება ჩვენს დასკვნაში, მაგრამ პრეზიდენტს რომ დაუბრუნდეს, თქვენ მას არ ახლდით დილით რუსთაველის გამზირზე? კი, ვიყავ. აი ეს მომენტი რო გაიხსენოთ, რა ხდებოდა იქ? თვითონ როგორ ხასიათზე იყო? ატმოსფერო რომ გაგვიზიაროთ, რა ხდებოდა? იყო ვინმე შეწუხებული, თუნდაც თქვენი ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა, ბატონი პრეზიდენტი. მაგრამ ჩვეულებრივი დღე იყო, ასე ვთქვათ, 26 მაისს აღნიშნავდნენ. თქვენც არაფერი არ გითქვამთ, რომ იქ იყავით ღამე. უთხარით ვინმე სამსახურში? კი. ეს უთხარი, კი, რა თქმა უნდა. ირმას უთხარით, ქალბატონი. იმას თუ ეხლა ზუსტად არ მახსოვს ვერ დავაბრალებ რომ არ დაგიმალავთ ყოველ შემთხვევაში. არა, სამსახურში იქ ვიყავი მეთქი რა, არ გითხრეს იქ რა გინდოდა რა საკეთებდი? არა, ვიღებდი მეთქი რა. ეგ იყო, სამსახურში იცოდნენ რომ იქ ვიყავი, კი. გასაგებია. შემდეგ რა თქმა უნდა, მაგი არ მალავ ხოლმე ეს ეხლა ეს რაღაცებს. შემდეგ 26 მაისი ჩვეულებრივად რა ზარზე იმით აღინიშნა. და იქიდანვე გადავფრინდით ბათუმში, იქაც რაღაც ღონისძიება იყო. რაღაც ღონისძიება იყო. მე შემდეგ ჩვეულებრივად სამსახური ისევ ვიზიტები და აი დაუბრუნდები უკვე იმ მომენტს 7 ივლისი. ხოსურად მახსოვს 7 ივლისი. ის ინტერვიუ გადავიღე რაღაც შეხვედრა იყო და გვიან წამოვედი სამსახურიდან დაუბრუნდი ბავშვები ნახეთ მეუღლე შევხვდი და წავედით სახლში. ბავშვები მცირეწლოვანები იყვნენ და რატომღაც იმ ღამეს რატომღაც არა მეორე დილით ვიყავით მეც და ნათიაც მივლინებაში წასასვლელი. ანუ ადრიანად უნდა გავსულიყავით და ბავშვები დავტოვეთ დედაჩემთან. წავედით სახლში და გვიან იყო დაახლოებით 2:30 ალბათ. შუაღამის გადაცილებული იყო. რომ უკვე კარებზე, რკინის კარებზე ატყდა ბრახაბრუხი და ჩოჩქოლი იყო გარეთ. და ჩაწოლილები ვიყავით, უცებ შემოვიცი გავედი, ვიკითხე მეთქი რა ხდება, ვინახარ და მეზობლის ბინა გატყდაო, გატეხესო და თქვენი დახმარება გჭირდებაო. მეთქი ვისი ბინა და ვინახართ მეთქი და პოლიციიდან მართო. და მოიცა ერთი წამი მეთქი და მაისური გადავიცვი, გაგიღებთ მეთქი ეხლავე კარებს. აი, გადავწიე თუ არა, აი, სახელური და ეგრევე მოაწმენ და შემოვარდნენ, იქნებოდნენ დაახლოებით 10 კაცამდე. ერთი იყო ვიდეო კამერით, პატარა კამერა ეკავათ და ხელები ამომიგრიხეს. მეთქი ვინახართ პოლიციელები ხართ რა ვინა ვერაფერი ვერ იმას ვქენი დავიბენი ძალიან და შოქში ჩავარ და კონდაზვერვიდან ვართო და თქვენო დაკავებული ხართო ჯაშუშობისთვისო ეს სიტყვა მაშინ მახსოვს ახსენეს პირველად ეს იმდენად ვერ დავიჯერე რომ კამერა დავინახე თან და აი მეთქი ახლა ეგეც არ შეიძლება ფარული კამერაა მეთქი ფარული კამერაო ჩქარაო კომპიუტერი და ის დისკები და ის ყველაფერი სადაგა და გაიშალნენ იმეებში ანუ ოთახებში სადაგა კომპიუტერი მეთქი აგერ არის საძინებელში გვედგა კარგი იმას ვინჩესტერები ცალკე თუ გაქვს იარაღი აი მეთქი ეხლა ყველაფერს მოხდავთ არაფერს არ ვაკეთებ მაგრამ გეუბნებით კაი დავიჯერე რომ ფარული კამერა არ არის და ძალიან ისე არიან რა აგრესიულ დავიჯერე რომ პოლიციელები არიან როგორც მე გაირკვა ისა კონდაზვერვა ვაჩვენე კომპიუტერი იქ დისკების ჩემი არქივის
ის ქონდა თარო, სადაც ეს CD დისკები, DVD დისკები იყო. მოკლედ ესენი ერთ დიდ ცელოფანში პირდაპირ გადმოაპირქვა ეს და პირდაპირ ჩაიყარა. დღესაც ისია ის არქივი, როგორც გაუმატანეს ისევეა დალაგებული მის ნერვი ეხლაც ისე მიკარება არ მინდა რა. და ეს ვინჩესტერები რაც იყო hard diskები, ასე ვთქვათ, ყველაფერი, ეხლა იარაღი მოგვეცი, მეთქი იარაღი არა მაქვს, ერთი გაფორმებული სანადირო თოფი მაქვს და იმასაც გამოგიტანთ მე უთხარი. ეს და ისე მოხდა ეს თოფი რო გამოუტანე დაუდე მეთქი ეს არის შავი თაში შეფუთული ისე და აღმოჩნდა ის რომ საბუთს ვერ პოულობ არ ვიცი სად არის რომ ეს ჩემია გაფორმებული მერე რო გამოგვიშვეს და არ მატანდნენ ამ გამოშვების მერე ამ თოფს წავედი საპატრულოში და თავიდან ავიღე აღვადგინე საბუთი და მივიტანე არქივიდან რომ ეს არ მატანდნენ არ უნდათ გამოტანება იარაღის ну დილამდე მიდიოდა ამ დისკების გადათვლა თან ფრაზები ქონდათ აი სამშობლოს რო უღალატე და ვისთან გაქვს კონტაქტი და მეთქი რა სამშობლოს უღალატე ხალხო მე ვიფიქრე რომ ეს იყო გამოცდა ჩემი პიროვნების იმიტომ რომ რა კი ქვეყნის პირთან მუშაობდი ეს იყო ჩემი გამოსდა რამდენად გაუძლებდი მსგავს სიტუაციაში მოხვედრას თუ რაღაც საფრთხე იქნებოდა. სამწუხაროდ ჩემი ეს ვარაუდი არ გამართლა. ნუ დილამდე გაგზელდა ეს აღწერა ყველაფერი. გაირკვა რომ მეუღლესაც აკავებდნენ. ყავდა პატარა ძაღლი რომელიც უცხო ადამიანზე იყეფებოდა აი ანგრევდა ყველაფერს და ჩაგვაკეტინეს სააბაზანოში რომ ანუ ხელს უშლიდა რა და იქ სიტუაციას საკვენად იწევდა მოკლედ ამ აგრესიულ ხალხზე და უკვე გარიჟრაჟი იყო გაგვიყვანეს ნუ ნათიასაც აკავებდნენ ორივეს და გამოგვიყვანეს ეს პარკები რაღაცა და კითხვა ქონდათ ავტოფარეხი თუ გაქვს. მეთქი რა თქმა უნდა მაქვს და აგერ არის ჩაგიყვანთ. სახლი დალუქეს, ჩავედით. ანუ გაყვანამდე ჩავიყვანე ავტოფარეხში და ვაუ, შენო ვინ ყოფილხარო, კაცო, ორი ჯიპი ყავსო გარაჟშიო და გამეცინა. მე მაყურებელს და თქვენს ალბათ დაგაინტერესებთ რა მანქანებზე იყო ლაპარაკი. ერთი იყო ოფროუდით ვიყავი მაშინ დაინტერესებული 89 წელში გამოშვებული Suzuki Samurai. ჟანგიანი. კარები რო თავის ან ბოლოს $500 გაიყიდა მოკლედ ეს ჯართის გროვა. მაგრამ ჯიპი იყო. და ერთი ავტოგანვალება ქონდა, ნახევარიც არ ქონდა გადახდილი, ასევე ძველი RAV4. მაგრამ ჯიპებში გადიოდა, ანუ ფაქტიურად ცეცხლით ნაყიდი, ჯერ არ ნაყიდი მანქანა იყო. დალუქეს ყველაფერი, ბინას დალუქეს და უკვე ნათდება ესეთი დილის საათებია. და ხელებზე მაქვს ბორკილები უკვე დადებული და მწვენია ეხლა. იმიტომ რომ გარეთ უკვე ნათელია. არავინ მანამდე მითხრეს რომ მოწმე და ხვდები რომ ძალიან ცუდად არის საქმე სახლში. ეს მომენტი გამოჩნდა, თხოვეს რომ მეზობელიო გააღვიძეო. ეს უკვე არის 4 საათი დილის. მეზობელი გააღვიძეო რომ ხელი მოგვიწეროს რომ მოწმის ამბავშიო. არა მე უთხარი აზრი არ აქვს არაფერს რა ის მეზობელი არ მინდა მეთქი არაფერი მოწმე რაც გინდათ ის გეიმთ მეთქი აი პირდაპირ ამ სიტყვებით უთხარი იმიტომ იმას მივხვდი რომ რა კი ესეთ ღალატს მე ხო ვიცი რომ არაფერ შუაში არა ვარ და არაფერი არ დამიშავებია და იმ მეზობელს მე ვაი და ანუ საერთოდ გარეშე პირს წირავდი თორე
გულშემატკივარი წავდა, მეზობელი წავდა და უარი თქვი ამ ამბავზე. და მწვენი ახლა ამას და ის მაისური გადავიფარე და ვითომ და კარები გამიღეს და უნდა დავждეთ და ხედავ რომ იარაღი აგდია, სადაც უნდა დამსვან. და ესე გადავიწე, მეთქი იარაღია, მეთქი მეორე მხრიდან ხომ მოუარა, მეორე უფორმო პოლიციელები იყვნენ, სამარ რა დავარქვა, არ ვიცი, ყონდარბეζის ვერვის თანამშრომელი. და იარაღი და რამე ხო არ ჩაიფიქრე შენი დედაო და აი ესე რომ გამცხო უკვე მანქანაშივე პირდაპირ და მეთქი რას მიყავი, თქვენი იარაღია, ჩემი ხო არ არის, ანუ არ ვიცი ახლა იქ დავაჯექი ფაქტიურად იმას პისტოლეტს. და ნუ იმას აიღე, ხო კაი ესო აღარ გვინდაო და წინას ესე წინ ძღოლის გვერდზე მიწიშ და იმას ქნა, მიაწოდა, რამე აზრმა ხო არ გაგიფიქრაო. და წავედით, ნუცუბიძით ესე ავიდნენ და ვფიქრობ ახლა თვალები მაქვს აი ეს დასიებული გუნდოვნად ხედავ. აი ამ გაისა გარტყმის მერე და აუქვეს ჯიქიაზე, მივიდნენ, მიადგნენ სასაფლაოს. და სასაფლაოზე არის ორი შესასვლელი, ანუ რო ადიხართ, ერთი ადის პირდაპირ, იქ ახლა შესვლა არ შეიძლება და მეორე გადის მარცხენა მხრიდან წრეზე მიდის ზევი და მაშინ არ იყო ჯიქიას სასაფლაო ამ ხელა, როგორც ახლა დასაწყისშივე მარცხენა მხარეს იქ არის ჰერმესის ბიურო, ასე ვთქვათ, ოფისი. იმ ოფისს რო გავსდით სადღაც ერთი ალბათ 200 მეტრით, იქ იყო ახალ გათხრილი საფლავი. გვერდზე საფლავი, ანუ იქიდან იწყებოდა უკვე ახალი საფლავები. და ეს კლოვანი ნიადაგია ჯიქიას სასაფლაოზე. და აი ეს ხორღი, ხრეში, აი ბასრავს ისეთ იმაზე დამაგდეს, იმსა და ამოვიხედე. ორკილები მაქვს ისევ დადებული და ესე რომ გადმომიყვანეს მაქაინდა, ეგრევე გადმომაგდეს პირდაპირ. და ისა მუხლებზე ვაგდივარ ესე და ავხედე და უკვე ყველას ნიღაბი უკეთია. შავი ნიღბები. და დაიწყეს სცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყავენ აი ყველა მხრიდან. და აი ეს თავი მაქვს ჩაღუნული, ვეც კეფაზე ვიფარებ ხელებს, იმიტომ რომ და ვიცავ იდაყვებით, რომ აი გვერდზე რაღაც სასიცოცხლო ორგანოები იმას ვქნა, დავიცვა ამ დარტყმებისაგან და მერე გადავარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლებში, აი მუხლის ქვევით ისინი ფეხით დარტყმა და ვიღაცა მერე უკიდან მომიპარა, კეფაში ჩამატყა. ბატონო? არა, აი ეს გაშლილი ხელი მიტყავდნენ იმაში, რა ქვია, კეფაში. და ვამბობ, რომ არაფერს, ანუ არ ვიცი არაფერი, რა გინდათ მითხარით და თუ მითხარით და გეტყვით რას იმაშვები და უცე აი ამას ვინც ამას მეუბნება რომ ყველაფერი უნდა თქვა რომ ვისთანა გაკავშირიო და რა მასალებს აძლევდით და აი ესეთი ტექსტები მოდის და რო ავხედი ამას და ამან ამოიღო იარაღი მაკაროვი იყო ფორმით გავდა აი ვერ თვალებში ის ქონდა რა უკვე ბუნდოვნად ხედავ და გადატენა და ეგრევე დამადო რომ რასაკეთებ არ გაგივარდეს რასაკეთებ მეთქი რომ სადაც მუშაობდი, მუშაობ ხო იცი მეთქი და აღარ მუშაობ უპეო და კიდე ეს იარაღი ხო ეკავა და აი ეს გამარტყა კიდე აი ეს აქეთ ამ მხარეზე, ანუ ჩემგან მარცხენა მხარეს კუჩებში გამარტყა ეს იარაღიანი ხელი. ოღონდ ხელი მომხვდა, იარაღი არა. და კაი, წამოდითო, ეხლა იქ მივიყვანოთო. და აი ესე ამწიეს, ჩამდეს, რასაც ქვია, მანქანაში და წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ გარეთ ვაჟა-ფშაველას მხრიდან, ცენტრალურ შესასვლელთან და ელოდებოდნენ რაციით რაღაც დასტურს. და მე გადმოსცეს, რომ შეყვანილები არიანო და ეგეთ შემო იმას ქეინთო, შემოიყვანეთო.
ხო, და სახლში სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ანუ პროცედურა რომ მიდიოდა აღწერის და ასე ვთქვათ დათვალიერების, ჩხრეკის უბრალოდ რაციით იყო ერთხელ გადაძახილი, რომ ერთი თქვენს გიას მისამართი, მეორე თქვენს ვარკეთილი და მესამე კიდე რაღაც იქ ვაზისუბანი თუ არ მახსოვს მესამე, იმიტომ რომ კარგად ვერ გავიგე რა. ანუ სამი მისამართი თქვენს და ხო ყველაფერი კარგად არის წესრიგშია. ნუ შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მეოთხე სართულზე. ბოლო სართული იყო, იმიტომ რომ კიბეები დამთავრდა, მეოთხე იყო მე მგონი. და შემიყვანეს ოთახში. ჩვეულებრივი კაბინეტი, ნუ ჩვეულებრივი ოთახი, სამუშაო ოთახი. და იქ იყო უკვე იგივე კითხვები, რომ მე ვისთან მქონდა კავშირი, ამ დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ არ ახსენებს. მე არ ვიცი ვინ არის კიდე დაკავებული, მე ვიცი რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახია, არ მინახავს, ანუ სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიდაც ვიღაც ჩემთვის აი დღესაც უცნობი პიროვნება გამოძიებამაც ნუ ვერ დაადგინა. აი ესეთი ბუდიდან თვალის ბუდიდან გამოსული თვალები ქონდა, აი ის იყო ძალიან აგრესიული, აი ცემა თავის არეში მიტყავდა მუშტებს. რომ აღიარე და არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რა, ანუ რაში ვარ მეჭმიტანილი. ერთი და იგივე მეორდებოდა ცემატკეპის ფონზე. და ის და მოდიო იმას ვქნათო, დავტესტოთო და რა უნდა, მეთქი რა უნდა დატესტონ და არა ესო მაგასო უძლებსო და მეთქი რას უნდა გაუძლო. გამძლე არისო ესო და მე ვიღაცამ თქვა, ხო, დენსო ესო უძლებსო და გამახსენდა 92 წელი. სამოქალაქო ომი. და მაშინ ამ საქმეს არ ეხება, მაგრამ უნდა, რა ვიცი, მოკლედ ერთ სიტყვით გავეხსენებ. მაშინ 3 დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს. და კარცერში ასე ვთქვათ, ვირთხა მყავდა კიდე. 3 დღის მანძილზე სანამ მიპოვეს იმის გულისთვის, ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება გადავიღე და იქ სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი ამისთვის დამიჭირეს პირველად. და ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტა მიცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი თითი რომ უმაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს ხელებს, ვერცად ხელს. გავყავარ ბოდიში გადახვევისთვის. გავყავარ ოთახიდან და დერეფანში, ანუ ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და აი ცემატკეპას კიდე გაუძელი და აი ვერ გაუძელი ჩემ გამოფენას, ქალბატონო თეა. კედლებზე ორივე მხარეზე ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ჯარი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ჩემ გალერეაში გამატარეს ფაქტიურად და უცებ მესმის უკან დაიჩოქე ბიჭო. და მეთქი რაღა მეთქი, დავიჩოქე. ეხლა კეფაზე დაიწყე ხელები და როგორც ესე რო ხრიტავენ ვიდეო კადრები მაქვს დანახი. რო ხრიტავენ, აი ესეთ პოზაში დამაყენეს. პაუზა ქონდა დაახლოებით 10 წამიანი და всё დავაი წადი, აი ამ სიტყვებით. და ძლივ-ძლივობით ჩავედი კიბეებზე, პირველი სართულიც არ იყო, იმის ქვევით კიდე სარდაფში. სადაც იყო თეთრი ოთახი, თეთრხალათიანი ექიმი იყო, რომელმაც დაიწყო ჩემი შემოწმება. ნახა ეს ნაკაწრები,
და რა მოგივიდაო, ახალი ნაკაწრები იყო ხლა რამოდენიმე საათის ეს სასაფლაოზე დატოვებული კვალი. ესო რა არისო და ჩამეცინა, ვერ ვლაპარაკობ, ტუჩები მაქვს დასიებული ამ გარტყმისაგან და ზილზულობით უთხარი რომ აგერ კიბეზე დავგორდი მეთქი რა და ჩაეცინა და რა ვქნა მაშინ მიზეს არ დავწერო და რო არ დავწეროцо თუ არ შეიძლებაო იმას გადახედა აქვსო დაზიანებებიო და დაწერა რომ გატყა ექსპლორაციები ხო სამედიცინოენით როგორ არის ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს დაზიანება დამიწერა ნაკაწრები ფეხებს აი ეს ნაწყამები და ღორღზე ნახოხიალები რო ვიყავ ამის შემდეგ შემიყვანეს ერთ მარტო ვიყავი კამერაში კინის იყო ანუ სქელი კარები ან კარცერი რასაც ქვია საშინელი სიტუაციით თელი ღამის ჯერ ხო ნერვიულობ კარი ანუ ბავშვებზე ბავშვები ისე არიან მიტოვებულები მეუღლე დაკავებულია აი ის ზაღლი ხო ჩაკეტეს სახში და დალუქეს კიდე კაი ცოტა საჭმელი დაუყარეთ მაგრამ არ ვიცი როდის ვინმე მიხედავს საერთოდ ბავშვებს ვინმე მიხედავს არავინ არ იცის ამის მიტანი არ არის დატოვებული აი მე ხო არ ვიცი გარეთ ის დაანჩენები ვინ არიან დაკავებული ვინმე არის საერთოდ ვინც მომიკითხავს არ ვიცი ხვდები რომ სამსახური არ მომიკითხავს აშკარად და მთელი ღამე ნუ ამძინავს ამაზე